გამარჯობა. დღეს ვისაუბრებ კრიდავენტუსზე, ყველასთვის ცნობილი, რა თქმა უნდა, ვინც ზოგადად შეიძლება არც იყო ადამიანი პარფიუმერით, ასე ვთქვათ, დაინტერესებული და გართული ამ თემით. არ იყოს შენი ჰობი, საერთოდ არ გქონდეს არანაირი სუნამო, მაგრამ ბევრმა მათგანმა მაინც შეიძლება იცოდეს ამ სუნამოს შესახებ, გაგონილი ქონდეს და ვინც რა თქმა უნდა დაინტერესებულია ზოგადად პარფიუმერით, არ არსებობს ადამიანი, ვინც არ იცის. სამწუხაროა, რომ ჩემი აზრით ალბათ 80% ალბათ უფრო არაორიგინალს ანიჭებს სამწუხაროდ უპირატესობას. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი სასურველია იმ ადამიანისთვის, მაგრამ უბრალესობა სავარაუდოდ ალბათ ფინანსების, ან უცოდინრობის გამო. რა თქმა უნდა, როდესაც ეს სუნამო ეხა $300 და $400 ღირს, არ ვიცი ვირამდე სიხდის, თუმცა არაორიგინალები ესეთ ფლაკონებში როგორც გამოიყურება, ან თუნდაც დუპები, ბევრად, $30, $40, $50 ან ევროებად ყიდულობენ, გავს ცოტათი და რა ვიცი. ჩემთვის არ არის კარგი ფაქტი ეს, რა თქმა უნდა, მაგრამ მოდი ვისაუბროთ ორიგინალზე. ასევე ორად იყოფა აზრი, ზოგი ამბობს, რომ მოძველდა, ზოგი ამბობს, რომ საუკეთესოა მამაკაცების და ზოგადად პარფიუმერიაში, ზოგი ამბობს, რომ უკეთესი ალტერნატივები არსებობს და ასე შემდეგ. მე იმას ვიტყვი, ნეიტრალური დავრჩები, მართლაც რომ ძალიან, ეს რომ არ ყოფილიყო ეს სუნამო, რა ვიცი, ბევრს დაკარგავდა სავარაუდოდ პარფიუმერია. თუმცა მადლობა ღმერთს შეიქმნა. მართლა არ მგონია, ისეთი მიმართულებაა, რომ ეს მართლა ძალიან მადლობლები უნდა ვიყოთ, რომ ასეთი რაღაცა შეიქმნა, ვიცით და ახლა რა თქმა უნდა ძალიან თუნდაც ნიშა, თუნდაც დუპები ძალიან ბევრი ბაძავს. ბევრმა აჯობა მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ არის რაღაც საინტერესო კომბინაციები, თუნდაც ნიშანე საჩივატი, რომელიც რაღაც განსხვავებულია, არის ორიგინალი, არის მოკლედ ცოტა სხვა მიმართულება, მაგრამ ამოიკითხება მაინც ავენტუსი. და რაც შეეხება თვითონ ჩემს აზრს, ორიგინალ ავენტუსზე, რა თქმა უნდა, ფეიკებს არ ვეხები. მართლაც ძალიან დადებითად თუ არ განწყობილი, არ ვისხამ, რა თქმა უნდა, ყოველ დღე და ძალიან ხშირად, თუმცა, ვერანაირ წუნს ვერ დაუდებ. თითქოს ნიშას სამყაროში ავენტუსი არის ისე, როგორც მონათესავე სუნამო ლუქს სეგმენტიდან ალბათ დიორს ავიღებდი, რა თქმა უნდა ისინი არ არიან კლონები, თუმცა რაღაც ერთი მიმართულება აქვს, სავაჟი უფრო ცოტათი გაბანძებულია, ასე ვთქვათ, იმედია ფანები არ მიწყენენ. ავენტუსიც არ არის ნაკლები, მაგრამ შედარებით უფრო კარგად იკავებს თავს და ბევრმა სახელი გაუფუჭა, ბევრმა ფეიქ სუნამომ, ასე ვთქვათ და ფეიქ სახლებმა, თუ რა ვიცი როგორ ითქმის, ესეთი ფლაკონებში რო ასხავენ და ვითომ ორიგინალია და ვითომ ავენტუსია რო ყიდიან. ზოგმა ჭკუა ისწავლა და ვითომ მოდი ორიგინალის ფას დავადებ. ზოგი ამბობს გერმანიიდან არის ჩამოტანილი, გერმანიიდან ჩამოტანა რას უშველის სუნამოს თუ ფეიკია ვერ ხვდები, ან საფრანგეთშია ნაყიდი. ფეიკი რო გავიდე და ვიყიდო საფრანგეთში, უფრო კარგი სუნი უნდა ასდიოდეს თუ ვერ ხვდები მაგას საერთოდ. ლოგიკას ვერ ხვდები, მაგრამ ალბათ კლიენტის დაჭერა ასე ხდება, არ ვიცი. მე ახსნა არ მაქვს ყოველ შემთხვევაში. თვითონ სუნამო, როგორც ვთქვი, ძალიან მომწონს, საკმაოდ საინტერესო კომბინაცია, ანანასი, რა თქმა უნდა, წინა პლანზეა წამოწეული, არის საკმაოდ ჩემთვის, კარგად არის დაბალანსებული, უფრო მამაკაცურია, არ მინახავს ადამიანია და ისეთი მე არ მქონია ყოველ შემთხვევაში პრაქტიკაში, რომ ქალს ესხას ავენტუსი, თუმცა ალბათ იქნებიან, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბევრს მოსწონს მამაკაცის სუნამოები და მოკლედ ძალიან დადებითად შევაფასებდი. რა თქმა უნდა, აქვს ახლა მინუსები, ეს შლეიფი, გამძლეობა, კანზე დიდხანს ვერ რჩება, ესეთ ზურს თუ ვიხდით, ამას ყოველთვის ვამბობ და ვიმეორებ, არა მარტო ვიდეოებში, სადაც თუ ადამიანს აინტერესებს ხოლმე კონკრეტულად ჩემი აზრი, ვამბობ, რომ სულაც არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი საათი გაჩერდება სუნამო კანზე, ან თუნდაც ტანსაცმელზე, მე უფრო კანით
უანგარიშობა, ასე ვთქვათ. თუ სუნამო მოგწონს, ახლა 5 და 10 წუთი არც ერთი არ ძლებს, საკმაოდ 4-5-6 საათი რო ძლებს სუნამო, მით უმეტეს, როდესაც არის ესეთი გრილი, ზაფხულში სასიამოვნო თანამგზავრი, ასე ვთქვათ, ადამიანისთვის არ არის საჭირო, რომ ესე ყვიროდეს და მთელმა ტრანსპორტმა და თუნდაც მთელმა ქუჩამ გაიგოს, რომ რაღაც ავენტუსი გასხია. ეს ქიმიურადაც წარმოუდგენელია, არ ვიცი, ალბათ 10,000 სუნამო რო ავიღოთ, სავარაუდოდ 20-30, ანუ 10,000 გრილი სუნამო რო ავიღოთ, შეიძლება ჩამოვთვალოთ 20-30 ან 50 სუნამო, რომელიც გრილია და ამავდროულად დიდი ხანი ძლებს კანზე. ეს უბრალოდ ქიმიურად შეუძლებელია, რომ ეს მოლეკულები, არ ვიცი, მართლა ანუ ორთქლდება, გინდა არ გინდა, ეხლა რაცა უნდა კრემები და ვაზელინები უსვა, არ ძლებს კანზე. ამიტომაც მე არ ვთვლი სუნამოს ცუდ მდგრადობას მინუსად, პირიქით, ჩემთვის ყოველთვის არის ეს პლუსი, არ არის საჭირო, რომ სუნამო გაგუდოს გარშემოყოფი ხალხი და ეს ჩემთვის ერთ-ერთი პლუსია, როდესაც შემიძლია სუნამო დავისხა და ვიცოდე, რომ 3-4 საათში ის განეიტრალდება და შემეძლება ან მეორე დავისხა, ან შევიდე საბაზანოში და რო გამოვალ უკვე ამ სუნამოს დავემშვიდობები, შემდეგს დავისხავ და არ მექნება სახეხის კანის ადგილი, რომელზეც დავისხი. არის ბევრი ასეთი სუნამო სამწუხაროდ, რომელსაც ვერ იშორებ საბაზანოდან გამოსვლის შემდეგაც და რა თქმა უნდა მე განეიტრალებულია, მაგრამ რო გვესდება ადამიანს, აღარ არის საჭირო, რომ ცხვირი დავალო მოკლედ ამ სუნამით. ფასი გადაჭარბებულია მეთქი ვერ ვიტყვი, რა თქმა უნდა არსებობს იაფიანი დუპებიც და ფეიკებს არ ვეხებით დუპებს კიდე, ასე ვთქვათ, შეიძლება ადამიანმა გადაიხადოს თანხა, თუ ნორმალურია და ისიც ფეიკი არ არის, იქაც უკვე ისეთი ქაოსი ხდება, რომ იყიდება იქაც დუპების ფეიკები წარმოიდგინეს, სუნამო 50 ევრო ღირს და იმას აფეიკებენ და რა ვიცი, მოკლედ სასწაულები ხდება. მოკლედ თავის თავს ამართლებს, მე ვერ ვიტყვი რომ მოძველდა, რა თქმა უნდა, ბევრმა იცის, მაგრამ თუ ადამიანს მოგწონს, რა თქმა უნდა, მე პირველ რიგში ავენტუსს ვიყიდი, თუ ეს მომწონს, მაქვს აქ ნიშანი ჰაჩევათიც და თუ ის სუნამო მინდა, ანუ ავენტუსი თუ მინდა რომ დიდხანს მიძლებდეს, მაინც ავენტუსს ვისხავ და მე განვაახლებ, რა თქმა უნდა და არ ვისხავ ჰაჩევათს, იმიტომ რომ ჩემთვის სხვა სუნამოა, არ არის ერთი და იგივე, ის უფრო მეტი ხილი აქვს, რა თქმა უნდა, შიგნით, უფრო სხვანაირი ჟღერადობა აქვს, ანუ ვისაც ავენტუსი მოსწონს, ანუ ვიცი ძველი 10-15 წლის წინანდელი ავენტუსები, რა თქმა უნდა, ეგეც სამწუხაროდ უკვე დროთა განმავლობაში მოძველებულია ის მითები, რომ აი 2012 წლის მაქვს და მოდი ძვირად ვყიდი და რაღაცა, აღარ არსებობს ეგ, რა ვიცი, არავინ არ მოგატყუოთ, შეიძლება მილიონში ერთს გაუმართლოს და მართლა ვინმე გაყიდოს საკუთარი კოლექცია, მაგრამ ყოველი მეორე ევროპულ ბაზარზე, ანუ საქართველოში, მოდი 5 მილიც მოვყიდი ამდენად 2012 წლის ბეჭში და რაღაცა, ეგ არის ყველაფერი, ანუ როგორც ვამბობ, მილიონში ერთი შეიძლება გაგიმართლოს, მაგრამ თეორიაში უფრო რჩება ეგ ვიდრე პრაქტიკაში და არ მგონია ვინმე მართლა რამე ეგეთი გაყიდოს, იმიტომ რომ დიდი ხანია მარაგი ამოწურულია, ხა 2026-ში და 25-ში არავინ არ დაიწყებს 2011 წლის ბეჭების წარმოებას, წარსულში დაბრუნებას დროის მანქანით და 2024 წლის სუნამოები აღარ იშოვება ხოლმე და ავენტუსი მით უმეტეს არავის არ შემორჩებოდა და ვისაც შემორჩენილი გქონდა უკვე დიდი ხანია ამოყიდა, ამიტომ არ მოტყუდეთ, გირჩევთ აქტუალური 2024, 23, 25, 26 წლის ბეჭები ჩვეულებრივად აიღოთ და ვინც უფრო ძველებს გთავაზობთ, ცოტა დაფიქრდით, თუ ძალიან კარგად არიცნობთ იმ ადამიანს, ნუ დატესტავთ და ნუ იყიდით, ფულს ტყიდან ნუ გადაყრით. მოკლედ ჩემთვის გამართლებულია, ყველას უნდა გქონდეს მეთქი ვერ ვიტყვი, ახლა ეს ახალ დროში რო შექმნილიყო ავენტუსი და აქამდე რო არ არსებობდეს სავარაუდოდ კარგი სუნამო იქნებოდა უბრალოდ და არა ესეთი ლეგენდარული როგორც ახლა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი სუნამო გამოვიდა ამ ბოლო დროში და ბოლო ხანებში და გამოდის ასევე და დანარჩენი არ ვიცი, ყველას უნდა გქონდეს მეთქი როგორც თქვი, არ არის ასე რა თქმა უნდა ჩემი აზრით, მაგრამ ნამდვილი, ასე ვთქვათ, მანიაკები და სუნამო პარფიუმერიაზე გადარეული ხალხს, რა თქმა უნდა ედოს ერთი ავენტუსი, ეგდოს ესე მინიმუმ, რომც არის ხავდეს, უკვე კოლექციისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან საჭიროა და ისეც გირჩევდით, რა თქმა უნდა, თუ მოგწონთ არომატი, აუცილებლად, რატომაც არა, თუმცა ბევრია ჩემთვის ახლა ამაზე ბევრად უკეთესი.
ანანასის სუნამოებით მიმსგავსებული, არა მიმსგავსებული, ყველაზე საინტერესო მეზობელი სუნამო რო ვთქვათ, რომელიც აი ეს ერთ-ერთში არ გავს, არის ქსერჯო ფაჩენტო, ისიც ანანასზე აგებული და მოკლედ ძალიან დიდი ხანი ვერ ვგებულობდი რა იყო საერთო ამ ორ სუნამოში და ერთხელაც მესხა აჩენტო და უბრალოდ ცხვირში მეცადა რა, რომელიც სუნამოს მახსენებს მეთქი, მოკლედ ძლივს გავიხსენე, რომ აი ეს ანანასი გავს ავენტუსის ანანას. საკმაოდ საინტერესოა, დატესტეთ, შეადარეთ. ძალიან რთულია ესე რომ ამოიკითხოთ, რომ ზრამი მსგავსება, მაგრამ დროთა განმავლობაში მე შევძელი, არ ვიცი. მოკლედ, მგონი საკმარისი ვილაპარაკე. შემდეგ ვიდეოში დაგიბრუნდებით. მადლობა დროებით.